ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუმატებლად. ივანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო ერთკვირიანი მსჯელობის შემდეგ ღარიბაშვილს ბრალი აღიარებინეს უმაღლეს თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში მილიონობით ლარის უკანონოდ მიღებაში ამხილეს მისი ბინიდან 6.5 მილიონი დოლარი ამოიღეს, თუმცა არ დააპატიმრეს. პროკურატურა ორგზის პრემიერს გირაოს სახით 1 მილიონი ლარის გადახდას თხოვს. უწყება სასამართლოში დააყენებს შუამდგომლობას, რომ ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოერთვას და ქვეყნის დატოვება აეკრძალოს. ყოველდღიურად ათობით ადამიანის დაკავების მიუხედავად გუშინ რუსთაველი ისევ გადაიკეტა. პროტესტი არ არსებობს, თქვა კობახიძემ. დილით საღამოს კი უწყვეტი აქციების 330 დღეს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ გამზირი გადაკეტეს. პოლიცია კი პირბადეების დალუქვის ოპერაციას განაგრძობს. სამედიცინო ნიღბის ტარების გამო პატიმრობის შეფარდების შემდეგ დალუქულ და გამოყენებულ პირბადეებს კონფისკაციას უკეთებენ. კობახიძემ დინარაძე დააწინაურა 30 ოქტომბრიდან მას სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭება. ბრძანებას ხელი კობახიძემ გუშინ მოაწერა. კობახიძე განათლების საერთაშორისო ცენტრს აუქმებს და მას განათლების სამინისტროს უქვემდებარებს. უკვე ხელმოწერილი დადგენილება 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. ამის შესახებ 6 თვის შემდეგ დავილაპარაკოთ, ნახოთ რა იქნება. ტრამპი პუტინს პასუხობს. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკული სანქციები მათ ეკონომიკას ზიანს ვერ მიაყენებს, თუმცა სანქციების შემდეგ ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს.